Ჩვენ ოდესღაც უკრაინასთან გვიქნება საერთო სახმელეთო საზღვარი და მე თქვენი ხიდების სიყვარულის შესახებაც ვიცი და ხო, ჩემთვის ძალიან ისეთი იყო ემოციურად ის რომ მინდა ვიყო ნაწილი საქართველოსა და უკრაინას შორის აი ამ ხიდის მშენებლობაში. ეს ცოტა უტოპიას გავს, მაგრამ საერთოდ ისტორიაში ყველაფერი ხდება და მე მაინც მგონია სადღაც ოდესღაც და ალბათ იმ სამყაროშიც გავიგებ რომ ეს მოხდება რომ ეს ყველა გადარჩება, ანუ არ შეიძლება რომ ცივილიზაცია არ გადარჩეს, სიკეთე არ გადარჩეს. უკრაინაც გაიმარჯვებს და ჩვენ ოდესღაც უკრაინასთან გვიქნება საერთო სახმელეთო საზღვარი და აი იქ აშენდება რაღაცა ხიდი, მაგრამ მაინც პატარა იმედი მაქვს რომ შეიძლება ამ ცხოვრებაში მოესწროდო და სიამოვნებით შემოგიერთებოდით მეც ჩავ. მე ძალიან ბევრი კონკურენტი იქნება რომ იმ ხიდზე ზედამხედველის კი არა, აი უბრალოდ მუშის როლი შეასრულოს და მე მზად ვარ რომ მუშაც ვიყო იმ ხიდის. შემოგვიერთდნენ, ვისაც აქვს მსგავსი სურვილი რომ იყვნენ უკრაინასთან სახმელეთო საზღვრის მშენებლები და ხიდის მშენებლები რა. ჩვენი ამოცანა ეს არის, არათუ ევროპაში შესვლა, არამედ ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ამბიცია უნდა გქონდეს როგორც ერთს, იმიტომ რომ თუ ამბიცია არ გაქვს, თუ მიზანი არ გაქვს ცხოვრებაში, ძალიან ძნელია რომ რამეში იყო წარმატებული. ნებისმიერ დონეზე. ჩვენ ეს ასე ვთქვათ, უნდა გადავლახოთ ყველაფერი და უფრო დიადი მიზნები დავისახოთ. პირველ რიგში ბუნებრივ ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას. გამოვა, მაგრამ უშენოდ არ გამოვა, ხო? ანუ აუცილებლად გამოვა, თუ ყველა მოვინდომებ და თუ ყველა გავიაზრებთ, რომ ნუ იქნები ნონას იმედზე, ნუ იქნები ზურას იმედზე, შენი თავის იმედზე იქნები და ვინც ჩვენი თავის იმედზე ვართ, იმ ხალხმა ვნახოთ ერთმანეთს.